გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო კაფიანიძე გაგაცნობთ. 7 თუ 8 აგვისტო, როდის დაიწყო საომარი მოქმედებები და რატომ შეცვალა თარიღი წლების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ იმ ბრძანებულების მიხედვით, რომელსაც ხელს სააკაშვილი აწერს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა. წლების განმავლობაშიც ნაციონალური მოძრაობა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აცხადებდა, თუმცა შემდეგ თარიღი შეცვალა. სახელისუფლებო გუნდი ყოფილ სახელისუფლებო ძალას ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც ახსენებს. დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ დამტკიცდა. მე-5 და მე-11 პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას ხელი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს, რაც მმართველი გუნდისთვის სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი დასტურია. ქართულ ოცნებას ახლა ოპონენტებისგან აინტერესებს, რატომ დათანხმდნენ რეზოლუციის იმ შინაარსს, რომელშიც საქართველო ომის დამწყებ ქვეყნად ჩაიწერა. ქეთი ზანთარია შემოგვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქეთი, გისმენთ. 2008 წლის მოვლენებიდან წელს 18 წელი სრულდება ერთი ომის 2 თარიღი კი სადაო სწორედ ნაციონალური მოძრაობის შეცვლილი პოზიციის შემდეგ გახდა. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ასახელებდნენ სწორედ 8 აგვისტოს. ამ დროს გადიოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს მიაგებდნენ პატივს. წლების შემდეგ დაახლოებით 2014 წლიდან ისინი შეეცადნენ, რომ პოზიცია შეეცვალათ და უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო სწორედ 7 აგვისტოს. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, იგივე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულება, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც წერია პირდაპირ თუ როდის გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი და ამ თარიღად განსაზღვრული არის 8 აგვისტო. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ შევეცადეთ, რომ კიდევ ერთხელ მოგვესმინა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეცვლილ პოზიციასთან დაკავშირებით განმარტებები. ისინი ამბობენ, რომ წლების განმავლობაში აქტუალური არ იყო მათთვის. ხაზი გაესვათ, რომ აგვისტოს ომი დაიწყო სწორედ მათივე შეფასებით 7 აგვისტოს. რაც შეეხება რეზოლუციას, რომელიც რა თქმა უნდა არის სადაო ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერით და წლების განმავლობაში გვესმის ჩვენ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეზოლუცია აზიანებდა საქართველოს ინტერესებს, თუმცა რა თქმა უნდა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები დღეს ამბობენ, რომ ეს რეზოლუცია არ აზიანებდა საქართველოს ინტერესებს. 7 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესიის განხორციელება რუსეთმა. 7 აგვისტოს ესე გამორჩევა არ იყო იმ დროს ასეთი მნიშვნელოვანი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 აგვისტოს უფრო სხვა მასშტაბის გახდა, ასე ვთქვათ, შეტაკებები, ამიტომაც იყო ეს 8 აგვისტო ხალხის ცნობიერებაში დალექილი. რაც შეეხება 7 აგვისტოს, უბრალოდ ეს ფაქტი გახავთ ისტორიული მოცემულობაა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიამ ეს თავისი ბარბაროსული აგრესია განახორციელა სწორედ რომ 7 აგვისტოს. რაც შეეხება რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა ესეთი ინტერპრეტაცია, რომ თითქოს და ეს რეზოლუცია რაიმე სახით ადანაშაულებს ქართულ მხარეს ომის დაწყებაში არ გახავთ ასე. ეს რეზოლუცია იყო იმდენად მიუღებელი რუსეთისთვის, რომ რუსეთის დელეგაციამ დატოვა პროტესტნიშთა დარბაზზე. ეს განმარტებები, რა თქმა უნდა, არაფრის მთქმელი არ არის სახელისუფლებო გუნდისთვის. პირიქით, დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აკეთებდნენ აქცენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეზოლუცია არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი, რომ ქართული სამხედროების წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტი იყო, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა ხელი მოაწერეს. დელეგაცია
ფედერაციის წევრებმა, რომლებიც ესწრებოდნენ ევროსაბჭოს იმ სხდომას. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები იხსენებდნენ იმასაც, რომ თუ რატომ შეიძლება შეეცვალათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ ლიდერებს ომის თარიღი. დღეს მოვისმინეთ ჩვენ განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის მათივე შეფასებით სწორედ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მავნებლური ქმედებების გადაფარვის მცდელობა. 8 აგვისტოს თვითონ სააკაშვილის ბრძანებულება მაქვს აქ, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს, კერძოდ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა. სააკაშვილის ბრძანებულება აგერ არის პრეზიდენტი 2008 წლის 9 აგვისტო. მაგრამ რატო შეცვალეს ახლა 7 აგვისტო და რატო გადიან ახლა 7-ში და უნდათ შეცვალონ ის? იმიტომ რომ ტალიანის დასკვნა როცა დაიდო, იქ წერია რომ სააკაშვილის მიერ ამ ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ომის ესკალაცია. უფრო მეტიც, აგერ ევროსაბჭოს რეზოლუცია, ხო? ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც საქართველო და სააკაშვილი და საქართველო არის დადანაშაულებული, ამას ხელი მოაწერეს. და უკვე გაიაზრეს, მიხვდნენ რომ 8 აგვისტო კი არ კაცო, 7 აგვისტოს რახან ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ეს შეტევები და ეს პროვოკაციები და 8-ში თურმე რუსეთი გადმოვიდა აქეთ შეტევაზე, 7-ში მაშინ კითხვა დაისვა, 7-ში ვინ აქტიურობდა. და აი ეს რომ იფარცხონ, ეს რომ ჩაფარცხონ, ეს რომ არ დაბრალდეს აი ამ მოღალატეებს, აი ამ ნაცფაშისტებს, ამიტომაც შეცვალეს ახლა და თურმე 7 აგვისტოს შემოვიდა უკაცო რუსეთიო და 7 აგვისტოს დაგვიწყო. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს ომი არ დაუწყია. სააკაშვილმა თავისი პროვოკაციებით რუსეთთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ განახორციელეს ეს ომი. როგორც უკვე გითხარით, წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი სრულდება. მადლობა ქეთი, თქვენ უსმენთ ქეთი ზამთარაიას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. მებრძოლები დღეს შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ბარამიძის სიტყვების შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯერ იაგო ხვიჩიასთან გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხრედნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომ ტყვეებს დახოცვა ხალხს დააბრალა. ცრუ და პროვოკაციული ასეთია ვეტერანების შეფასება, რომლებიც გიორგი ბარამიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. უფრო მეც ლევან ფანცხავასგან გავიგებთ, ლევან ეთერში ხარ. დიახ, ბარამიძის განცხადება იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, ანტიეროვნული და მან ამისთვის მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს. ასეთია ვეტერანების პოზიცია, ისინი დღეს ვეტერანთა სამსახურში შეიკრიბნენ და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, რადგან ვეტერანები ამბობენ, რომ ბარამიძის განცხადების შინაარსით სწორედ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ისინი აცხადებენ იმასაც, რომ რასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს, არის სრული სიცრუე და ის შეურაცხყოფას აყენებს ვეტერანებსა და დაღუპული მეომრებისა და გმირების ხსოვნას. ჩვენ ვართ უკვე ვალდებულები, რომ საქართველოს პროკურატურას მივმართოთ ხოვნით, რომ ჭეშმარიტების დადგენაში გავგვარკვიოთ. ეს იყო როყიო უპასუხისმგებლო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა თითოეულ არა მარტო იქ მებრძოლ ადამიანს, არამედ თითოეული დაღუპულის ოჯახის წევრს. ცოტა უცნაურია, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუბრალებია ჩვენთვის ის, რაც ფაქტობრივად მან დააბრალა თავის სამშობლოს და თავისი სამშობლოსთვის მებრძოლ პირად შემადგენლობას. მის გამოსვლას შევაფასებ როგორც უაზროს, აბსოლუტურად გაუაზრებელს. და ეს შეიძლება უბრალო ადამიანს ეპატიოს, მაგრამ იმ პიროვნებას, რომელსაც ესეთი თანამდებობები ეკავა, თან პარლამენტის წევრი იყო, თან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი იყო, ეს არის წარმოუდგენელი. თან მით უმეტეს საფუძველიც არ ქონდა ეს განცხადება რომ გაეკეთება. არავით არის საფუძველი. მთელი იმ ხნის განმავლობაში მე რაც ხელმძღვანელი ვიყავი, სხვადასხვა პოზიციებზე ყოფილა, არასდროს არ ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ ქართველ მეომარს
ტყვე დაყვანილი მოწინააღმდეგე ასე ვთქვათ დაეხმაროს ამართლებდა იმ ხარეს და დისციპლინირებული მოქცევა ჰქონდათ მაგათ და ჩვენ ვიყავით ესე იგი ანარქისტები და რაღაც წარმოუდგენელ სისასტიკეს ჩავდიოდით. რა ვიცი ქართველი კაცისგან თუ ქართველი როად მიაქვს მაგას თავი ეს წარმოუდგენელი განცხადება იყო ჩვენთვის. გია ბარამიძემ განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხრედნენ, გააკეთა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში. ამას მოყვა ბუნებრივია მწვავე რეაქციები საზოგადოების მხრიდან. ამის შემდეგ კი მან სცადა, რომ განმარტება გაეკეთებინა და ჩაწერა ვიდეო მიმართვა, სადაც ის საუბრობს, რომ არ გულისხმობდა ქართველ მებრძოლებს და გულისხმობდა ჩვეულებრივ ადამიანებს. ის ასევე ახსენებს მეფარიშვილის ბატალიონსაც და ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მიმართვის კომენტარებში სწორედ მეფარიშვილის ნათესავები მწვავე დაკრიტიკებენ გია ბარამიძეს. ჩვენ სამწრო საცოცხლო ბრძოლა ჰქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არ აყავდათ ტყვეები. ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ომი დაიწყო, ჩვენი მხრიდან, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მეომრები, კერძოდ ეგრეთ წოდებული მეფარიშვილის ბატალიონის წევრები, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ პირველ კვირეებში თხოვდა რომ ჩვენს გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ ყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით თქვი, რომ ჩვენები ხრედნენ თქო, ანუ ჩვენები არ ინდომდნენ მტერს და ეს ბუნებრივია, როცა ომის დროს მტერს არ დაინდობ. დიმიტრი მეფარიშვილი ბიძაჩემი იყო და შენაირი კურდღლებისგან განსხვავებით ბოლომდე იბრძოდა გმირულად. ვაჟკაცურად მოიხადა სამშობლოს წინაშე ვალი. ბარამიძის განცხადება არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ასეთია ქართული ოცნების შეფასება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ეროვნული ინტერესების ღალატთან. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ მსგავს განცხადებებს ყოველთვის საკადრისი პასუხი გაეცემა. რა სიგიჟე ილაპარაკა? მე ამას მინდა მივაწერო. მაგრამ არ გამოურიცხავ ეს იყოს კიდევ უფრო შორს მიმავალი განცხადება, რომ ჩვენს მტრებს მისცეს შესაძლებლობა, საშუალება, რომ საერთაშორისო არენაზე თუ დასჭირდათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება გამოიყენონ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ. მე არ ვიცი, აი სიშლეგე, მეტი რა უნდა უწოდოთ ამას. და იმის ნაცვლად რომ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა და ეთქვა რომ ხო რაღაც არასწორად წარმოთქვი რა განცხადებიც მინდოდა მე თქო კიდევ უფრო დაამძიმა და თქვა რომ არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები ტყვეებს ხრედნენ არამედ და რიგითიო მოხალისეები ვინც იყო ქართველი ხალხი ისიც არ ინდობდაო. განცხადება, სადაც ბარამიძე საუბრობს, რომ ქართველი ჯარისკაცები ტყვეებს ხრედნენ, გაკეთდა 2 დღის წინ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში. ამის შემდეგ კი უკვე მან განმარტებები გააკეთა ვიდეო მიმართვაში და თქვა, რომ ის არ გულისხმობდა ჯარისკაცებს და ჩვეულებრივ ადამიანებს გულისხმობდა. მადლობა ლევან, პირდაპირ ეთერში თქვენს მედით ლევან ფანცხავას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთიან პოზიციაზე უკვე მეოთხე დღეა ვერ ყალიბდება. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ნაწილი ისევ დუმს და უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი ხელს ევროპისკენ იშორს და რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპულ ძალებს აბრალებს. მართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარედაკვეთით დავალებების ზედმიწევნით შეასრულოს. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე დისკუსია პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ დასვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქართველო იბომბებოდა. პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ ანალიზს ვრცელი წერილით გამოეხმაურა ზაზა შათერიშვილიც. ფილოსოფოსმა იმდროინდელი ხელისუფლება ეგრეთ
წოდებული Deep State-ის დაუფარავ მორჩილებაში დაადანაშაულა. თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში განაგრძობს ლელა ჯავახიშვილი. ლელა, გისმენთ. კონკრეტული პასუხი ისევ არ აქვთ. ნაციონალური მოძრაობა ერთიან გზავნილზე ვერ შეჯერდა. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ პარტიის წევრებმა, რომლებმაც აქამდე ფაქტობრივად აღიარეს, რომ რუსეთთან სააკაშვილის ხელისუფლების ლოიალურ პოლიტიკას ევროპაში არსებული ძალების განწყობებით წყვეტ და დღეს საკუთარი ნათქვამი გადათქვეს კიდეც. ჯერ თქვეს, რომ მათ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლა, შემდეგ კი უკვე მოტივად არაღიარების პოლიტიკა დაასახელეს. სააკაშვილის გუნდში დღეს ამტკიცებდნენ, რომ ოკუპანტთან დათმობის პოლიტიკა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ინტერესებს სჭირდებოდა. არაღიარების პოლიტიკისთვის იყო აუცილებელი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ნამდვილად არ ვართ შარზე და ჩვენ გვინდა უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობა და გვინდა სუვერენიტეტი, ამისთვის გარკვეული თვალსაზრისით, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით, რომ არ ვიყავით ქსენოფობიურად და რუსოფობიურად განწყობილი, ამის დემონსტრირება მოხდა, თორემ ნაციონალური მოძრაობა არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. 2022 წელს არაფერი არ შეცვლილა. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ კითხვებზე თავის არიდებით და ახალი პოლიტიკური მესიჯის მოფიქრებით მათი ოპონენტები ვერ გაექცევიან მოცემულობას და ვერ გააყალბებენ ფაქტს, რომ ეგრეთ წოდებულ რუსოფობებად ისინი მხოლოდ 2022 წელს იქცნენ და არა 2008-ში, როდესაც ანტირუსული რიტორიკით პოზიციონირება გლობალური ძალების ინტერესებში არ შედიოდა. მართლ გუნდში ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ ხდება სააკაშვილის გუნდისა და მათი მოკავშირეების ლუსტრირება და იმის დადასტურება, რომ ისინი მაშინაც და ახლაც მხოლოდ გარე მითითებებს ასრულებდნენ. უკრაინის ომის შემდეგ როგორი შეუვალები გახდნენ? ვერ იტანე ვერც რაფერ რუსულს, ვერც რუსი ტურისტი მოეწონათ, არ უნდათ, მიუღებლობა აქვთ. და რატო? ბიჭო, შენ რო დაგესხა თავს, გაგანადგურა, წაგართვა ყველაფერი, დაგიხოცა ხალხი, მაშინ ეს განწყობა არ ქონია, პირიქით ეპატიჟებოდი ამას ყვი ერთადერთი. რომ უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და ეხლაც. მაშინ დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმე განცხადებები გაეკეთებინა, იმიტომ რომ ესენი ხო დაფინანსებული ყავდათ. და ესე რა განცხადებასაც უნდა იმას გააკეთებინებდნენ და მაშინ ასე იყო საჭირო, მაგრამ ეხა უკრაინის ომის შემდეგ ეთყობა ვერ ჩამოყალიბდნენ და ეხა მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველაფერი პროვოკაცია მოაწყონ და ამიტომაც არიან, რომ უკრაინელი პატრიოტები გახდნენ. და საქართველოს მაშინ არ ახსოვდათ? ქართველი ბიჭების გვამები გაცილებული არ იყო, მაშინ რომ იქ იმას, რა ქვია, სტრატეგიულ ობიექტებს უფორმებდნენ. მაშინ ჩვენი სისხლი, ჩვენი მსხვერპლი არაფერს ნიშნავდა, ხო, ამ უსამშობლოებისთვის. მაგრამ უკრაინის ომის შემდეგ გახდნენ, ხო, გმირები და პატრიოტები. აი ესენი არიან მეხუთე კოლონა. ესენი არიან უცხო ქვეყნის დაკრუზე მოთამაშე აგენტურა, მათ შორის არასამთავრობო სექტორში. და ამის ილუსტრაცია ხდება ამით, მეტი არაფერი. რატომ გახდა ნაციონალური მოძრაობისთვის რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინის და არა საკუთარი ქვეყნის ომის შემდეგ? სწორედ ეს მთავარი კითხვა დასვა პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ანალიტიკურ წერილში. კითხვა სახელმწიფო პარტიის შეფასებით რიტორიკულია, რადგან აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე მას პასუხი უკვე გაეცა. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს. ახლა დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. ისინი ამბობენ, რომ მათი ინტერესია მომზადეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტს არ ედგინება. კონსულტაციების შემდეგ სწორედ კანონმდებლებმა უნდა მიიღონ საბოლოო დოკუმენტი. საინიციატივო ჯგუფის მიზანი არის ის, რომ კანონმდებლობამ დაარეგულიროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი დედა ეკლესიის დაცვა და ამ პროცესებმა არ გადაინაცვლოს რაღაც ქუჩის გარჩევებში. დღევანდელი მთავრობის კურსი არის ეროვნული, უცხო არ არის მათთვის ის მოსაზრებები, რომლებსაც ჩვენ წარუდგენთ. მოვისმენთ მათ შეფასებებს და ვფიქრობთ კონსტრუქციულ რაღაც ლოგიკურ შედეგამდე მივალთ. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერს პირველ რიგში, საპარლამენტო უმრავლესობას, რომ გამოიჩინეს მათ დაინტერესება ჩვენი ინიციატივის მიმართ.
გიგავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით ნია იმნაძე მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა თითქოს და მისი მასწავლებელი გიგავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგავალიანს. დანაშაულის ჩადენისთანვე კი გიორგი რიკაძე დაუკავშირდა მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა წალენჯიხის, ჭიათურისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების შხრეკის შედეგად ნივთკიცება დამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის მეთადონი, მარიხუანა და 33 კილოგრამამდე მცენარე კანაფი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 3 დაკავებულია. გამოძიების მიხედვით ბრალდებულები უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტსა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. შემდეგ კი მათ ყალბი აქციზური მარკებით აჭარაში მაღაზიებსა და ბარებში ყიდიდნენ. ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ორგანიზაცია სოცისის გამოკითხვების მიხედვით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა. მედიის ცნობით უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით პოლიტიკოსების მიმართ ნდობის რეიტინგში ვალერი ზალუჟინი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი მე-6-ეს. გამოკითხვა საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა სოცისმა 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000 რესპონდენტმა. დონალდ ტრამპმა დონორებს პირად საუბრებში უთხრა, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის გამარჯვება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი წყაროებზე დაღრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით ეს მიანიშნებს, რომ შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა საჯარო დაუჭიროს მხარი ჯეიდი ვენს მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი მრჩეველის განცხადებით ტრამპს ჯერ საბოლოოდ არ დაუწყვეტია, ვინ იქნება მისი მემკვიდრე. ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, 6 კი დაიღუპა, მათგან 1 მასწავლებელია. პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი სკოლის მე-9 კლასის 14 წლის მოსწავლე იყო. გავრცელებული ცნობებით მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტაილანდში ცეცხლსროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონმდებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად ბოლო წლებში ტაილანდში არაერთი თავდასხმა მოხდა. ახლა კი ისევ საქართველოს რუსთავში წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მე-19 მიკრორაიონში აღმაშენებლის გამზირზე და ლეონძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტისა და სემეკის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. ჯიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსთავის მერია ამ ლოკაციებზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. ჩვენ ჯიუპის მოთხოვეთ, რომ ვადების დაცვით დაასრულოს სამუშაოები, რაც ნიშნავს იმას, რომ აგვისტოს ბოლოსთვის აქ დასრულებული იქნება შესაბამის სამუშაოები, ისე რომ მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა, რომ თავის მხრივ სამუშაოები დაასრულოს, ისე რომ ის დისკომფორტი, რაც ამ სამუშაოებიდან გამომდინარე ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია, იყოს სრულად აღმოფხვრილი. კომპანიისგან მივიღეთ დაპირება და გარკვეული შეთანხმება, მივაღწიეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია განახორციელებს უმოკლეს ვადაში
დაემატება ბრიგადები აქ არსებულ მონაკვეთს, რომელიც მე-19 მიკრო არის და ასევე ლეონიძის მიმართულებას და იმისთვის, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა, კომპანია მაქსიმალურად ოპერატიულად განახორციელებს იმ სამუშაოებს, რაც მას აქვს გასაკეთებელი ამ მონაკვეთებს. კომპანიამ მიმდინარე ეტაპზე უკვე დაასრულა სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო წყალარიგნების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და საორიენტაციოდ მიმდინარე თვის ბოლომდე აღნიშნული პროექტის დასრულდება. აღმაშენებლის გამზირზე არსებული წყალარიგნების ქსელის რეაბილიტაცია დასრულდება მიმდინარე დღეებში. ლეონიძის ქუჩის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნული პროექტიც დაახლოებით 2 კვირის ვადაში დასრულდება. განათლების მინისტრმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მათ სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის რექტორთან ერთად სტუდენტებს მადლობის სიგელები გადასცა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია. გზადაულოცეთ ახალგაზრდებს და უსურვეთ წარმატებები, იმიტომ რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს 90 წლიან ტრადიციას და წლიდან წლამდე არის ორიენტირებული სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. ეს იგრძნობა კურსდამთავრებულებში, მათ მოტივაციაში, მათი დასაქმების პროცენტულობაში. ლევანდელი გამოსაშვები ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულია და ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებმა, რომლებსაც დაასრულეს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, ისინი ასრულებენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უკვე ხვალინდელი დღიდან დაიწყებენ იმ ცოდნის, იმ უნარების და გამოცდილების პრაქტიკულ გამოყენებას, რასაც ისინი წლების განმავლობაში აგროვებდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მინდა თითოეულ მათგანს მიულოცო დასრულება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლებლის, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს უმაღლესი განათლების სივრცეში, თავისი დიდი ისტორიით, თავისი დიდი გამოცდილებით, არაჩვეულებრივი პროფესურით და მასწავლებლებით და ყოველი დასასრული არის ახალი დასაწყისი. ანაკლის ახალგაზრდული ბანაკი მორიგ ნაგაც მასპინძლობს. სპორტულ შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად მონაწილეები ჩასულ სტუმრებს ხვდებიან. ამჯერად არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდებს მარიამ ლაშხი შეხვდა. გაიმართა დისკუსია და პრაქტიკული გუნდური აქტივობები. ანაკლის ახალგაზრდული ბანაკი განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე, წამოვწიეთ წინ გამოწვევები ახალგაზრდებში, ასევე მივიღეთ საინტერესო რჩევები და მივიღეთ ძალიან კარგი გამოცდილება, რომელიც მომავალში გამოგვადგება. ძალიან საინტერესო ეროვნული გუნდური სამუშაოები ჩავატარეთ განათლების კომიტეტმა. მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებისგან მოსმენა მათი ხედვების, ქვეყნის განვითარების, ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის პროექტი და ის მასშტაბი, რასაც ეს პროექტი ახორციელებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ათენში საერთაშორისო ბანაკი მოეწყო. ბანაკის დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. ათენის საზაფხულო ბანაკის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში, ასევე დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები. დღეს ვიმყოფებოდით ათენში, სადაც მოვინახულეთ საერთაშორისო ბანაკი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ეგიდით განხორციელდა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ათენის მერიას, მერს, მისი მხარდაჭერისთვის. ჩვენ სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბანაკების ორგანიზებას. ეს ბანაკი გამოირჩევა ლიდერული თვისებების განვითარების კუთხით. საოცარი გარემოა, ბავშვები ისვენებენ და ყველა იმ უნარს ეუფლებიან, რომელიც მათ ცხოვრების განმავლობაში გამოადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბავშვებს აქვს შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა საბერძნეთში არსებულ ბანაკებში. ეს ბანაკები ათენის მერიასთან თანამშრომლობით ხორციელდება და რა თქმა უნდა, საერთოს მხარდაჭერით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივა არის, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. თენის ბანაკი ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე და მინდა რომ ეს ყოველ წელს მეორდებოდეს და ყველა ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვევთ ჩვენს ვებგვერდს რუსთავი 2.jn და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. დროებით.